გამარჯობათ, მოგესალმებით. დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი. დღეს შემოგთავაზებთ BMW Gen 5 X5-ის M50 მოდელს 4x4 twin turbos, რომელიც შემოგთავაზა ჩვენმა გამომწერმა, მაყურებელმა და მეგობარმა. რითსაც დიდ მადლობას ვუხდით ესეთი შესანიშნავი მანქანის შემოთავაზებისთვის და გასინჯვისთვის. დანარჩენი გადავიდეთ და ვნახოთ საქმე რას გვიჩვენებს, როგორ დადის, რა მონაცემები აქვს და ასე შემდეგ. მანამდე გეტყვით, სანამ საქმეზე გადავალთ, გეხვეწებით გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ უმეტესი უყურებს არხის გამოწერის გარეშე. ბევრად მეტი ნახვა აქვს ჩემ ვიდეოებს, ვიდრე გამომწერი მყავს და რა უნდა ერთხელ დააჭერთ და всё რა, პრობლემა აღარ არის რა. ეხლა რაც შეეხება ამ მანქანის მონაცემებს, წეგან გითხარით 4x4 twin turbo არის, 8 ცილინდრიანი, 523 ცხენის ძალა აქვს და 750 ნიუტონი. ამ მანქანის წონა, მშრალი წონა ნიშნავს ზეთის გარეშე, საწვავის გარეშე და სითხეების გარეშე, ანუ ანტიფრიზის გარეშე არის 2225 კილოგრამი. ყველაფერი სითხიანად ჩასხმული სითხეებიანად არის 2335 კილო. შესაბამისად, სუბუქი მანქანა არ არის. ავხადოთ კაპოტი და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ეს არის უფრო ახალი თაობის 4x4, ვიდრე F სერიებში დგას. ბევრად დახვეწილი ძრავი არის ეს და ისეთი პრობლემები, როგორიც აქვს F სერიის 4x4-ებს, ამას მსგავსი პრობლემები ნაკლები აქვს. მაგალითად, F სერიის 4x4-ებს გალოკის პრობლემები აქვს, ამ მოტორს ეგეთი პრობლემა არ აქვს. ამ მოტორს გალოკის გნეზდოების გაცვეთის პრობლემა არ აქვს. ძველ 4x4-ებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, გალოკაში გნეზდოები უცვდება და მერე სულ ზეთ ჭამს და რაც არ უნდა კლაპნის სალნიკები და რაღაცები ცვალო, სულ ზეთის ჭამა აქვს. ამიტომ გალოკა არის ამ შემთხვევაში შესაძლებელი. გნეზდოები ცალკე იცვლება, მაგრამ ჩემ პრაქტიკაში საქართველოში ჯერ ვერ გავაკეთეთ ეგრე, რომ გნეზდო შეგვეცვალა და პრობლემა არ ქონია. ამიტომ ჯობია გამოიცვალოს გალოკა და გალოკის გამოცვლა უკვე ისეთ თანხებთან არის, რომ პირდაპირ სხვა ძრავი იყიდო ჩააყენო ჯობია რა. ეს ძრავები ბევრად უკეთესი არის ძველ 4x4-ებთან შედარებით. ბევრად მეც გადის და ბევრად უპრობლემო არის. ამიტომ ჩემი მოწონება ამ ძრავს აქვს ძველ ძრავებთან შედარებით. ამის ყიდვა კი შეიძლება. მაგალითად ბატონ ჩვენ მეგობარს მე-7 სერია ყავს ესეთი ძრავით და 200 რაღაცა 1000 კილომეტრია გავლილი და გაუხსნელი ძრავი არ ბოლავს და არაფერს არ შვება და ეგ იმას ნიშნავს, რომ ძრავი გამძლე არის და როგორც იქნა რაღაცა 4x4 არის ისეთი, რომ შეგიძლია წყნარად ჩვიდათ იარო და სულ ზეთის ბოლს არ უყურა. რაც შეეხება ვიზუალს. ვიზუალზე კაპოტი შეცვლილია, კარბონის კაპოტი აყენია. ტუჩი აქვს დამატებული, გვერდებზე აქვს ტუჩი დამატებული. მე პატრონემ შეუცვალა ეს ყველაფერი. აქ დამატებითი პლასმასები აქვს დაყენებული ვიზუალისთვის. ესეც X5M-ის აყენია. ეს ტუჩი აქვს დამატებული და უკანა დიფუზორი აქვს კიდე დამატებული. უყენია აქ საბარგულზე უყენია აქ პატარა სპოილერი. ერთი სპოილერი აქ უყენია, მეორე სპოილერი ზევიდან უყენია. და უკანა დიფუზორი აქვს შეცვლილი. საერთო ჯამში ვიზუალი ძალიან შეცვლილი აქვს სტანდარტთან შედარებით. ამ მანქანას აქვს ძალიან მაგარი ხმა. ძალიან მოვიხიბლი ამ მანქანის ხმით. მოდი, ეხლა დავქოქავ და მოусმინეთ რა მაგარი ხმა აქვს ამ მოდელს. მე პირადად ძალიან მომწონს ამ მანქანის ხმა. ეს იყო ცივი კოლ სტარტის ხმა იყო. ეხლა აბა მოდი კიდევ ერთხელ გას მივცემ.
დაბალი ხმა აქვს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს, რაღაცა ბევრად ლამაზი ხმა აქვს, ვიდრე სხვა მანქანებს. მაგრამ ხმა მაღალი არ არის, რაც მთავარია. სასიამოვნოთ ისმის ხმა. რაც შეეხება დისკებს, აყენია 20-იანი დისკები. ალბათ ამ მანქანას ამ ბოდიკიძე და რაღაცა ვიზუალზე უფრო დიდი დისკი მოუხდებოდა, ან 21-იანი, ან 22-იანი. ალბათ მე პატრონე გაითვალისწინებს და თვითონაც მე შეცვლის ამ დისკს და ცოტა დიდს დააყენებს, უფრო ლამაზი იქნება. მოდი ახლა გადავიდეთ სალონზე, ინტერიერზე, ვნახოთ რა როგორ არის სალონში. დავიწყოთ საბარგულიდან. ელექტრო საბარგული აქვს. ორ განყოფილებიანი, მაგრამ ორ განყოფილებიანი ყველას აქვს. F15-ს აქვს, E70-საც აქვს. 53-საც აქვს, ესე იგი ყველას აქვს. ოღონდ E53 და F15-ს ხელით եղება, ამას კნოპკით եղება. და დახურვაც ამას დააჭირდა, ორივე იხურება, კომფორტი არის, კარგი არის. დიდი საბარგული გვაქვს. რამდენ ლიტრიანი არის? არ მინახია, არ ვიცი, ვერ გეტყვით. აქაც დიდი სათავსო გვაქვს. რაღაცები ყრია, მაგრამ და ამას რო ავხდით, პატარა ამორტიზატორი აქვს და არ ჩალიჩობთ, რომ ხელით გვეჭიროს და ვიღაცამ დაიჭიროს. ავწევ და ამორტიზატორს უჭირავს და დიდი კომფორტია ესეც, რომ რაღაცა თავზე არ დაგვეცეს. დავაფაროთ. აგერ დავაჭერთ ამ დაკეტვის კნოპკას და აი ორივე ერთად იკეთება. ესეც კომფორტია, კარგია. უკანა მერინოს ტყავი. რა, შენ ყველაფერი იცი, კაცო? ენციკლოპედია ხარ თუ ის ხარ? Google ხარ. ფარდები აქვს. მე დიდი უპირატესობას ვანიჭებ ფარდიან მანქანას, იმიტომ რომ მაგრამ მომწონს. უკარო ზიხარ და ფარდებს ამოწევ, აი დიდი კომფორტია ჩემთვის. ლამაზი ფერის ტყავი აქვს. აქ მონიტორები დგება, დამატებითი ფუნქციაა, ოფცია არის, აქ მონიტორი ერჭობა და მონიტორი გაქვს, აქ Type-C დამტენი გვაქვს. განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის, ლამაზი ტყავი არის. ნაკერები და სტროშკები იმასთან შედარებით ბევრად კარგი აქვს. სამწუხაროდ, მაგ ხელა ფასიან მანქანას რო ყიდულობ, ცოტა მეტი მოეთხოვება, მეტი არაფერი. დიდი პანორამული ჭერი გვაქვს. შუშის ლუკი, შავი ჭერით გავხსნათ. დავტკბეთ ლამაზი ხედით. როგორი ლამაზია. აი ეს წერტილები რო არის, ღამე ანათებს და ძალიან ლამაზი არის, აი ეს პატარ-პატარა წერტილები რო აქვს. აქ არ ვიცი ხა რამდენად გამოჩნდება ამ დღის სინათლეზე, მაგრამ ღამე ძალიან ლამაზია. წინა მხარეს რაც შეეხება სიდენიები, ელექტროა, მემორია და ეს გვერდები ებერება, ეგ უკვე თითქმის ყველას აქვს და განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის. ორი დიდი მონიტორი გვაქვს, ერთი სპიდომეტრი, მეორე იქით კომფორტის მონიტორი, სადაც კლიმატი და მსგავსი რაღაცეებია. აქ გვაქვს სათავსო, პატარა სათავსო. აქ არის ტელეფონის დამტენი, გვაქვს ჭიქის გაგრილება, გაცხელება. აქაც სათავსო გვაქვს. აქაც რაღაც საბუთების, რაღაცა პატარა რაღაცების სათავსო გვაქვს. მე ეს რული ძალიან მომწონს. ჩემთვის ძალიან კარგი რული არის, სიმპათიური რული არის. ვიღაცას იმაზე პროცივზე ავიდა. ჩვენ ყურებაში სხვაგანა უხვია. აქ გვაქვს სპორტის, კომფორტის და ეკოპროს ღილაკები, ეს ადაპტივი არის, როგორ მოარგებ, იმის მიხედვით არის, ავტოჰოლდი არის, ელექტრო ტორმუზია. აღმარ-დაღმარზე ტორმუს რო გაუშვებ, ავტომატურად ის აპარკინგებს და არ გჭირდება ტორმუზზე ფეხის დაჭერა და აი კარგი ფუნქციაა. გას როგორც კი დააჭერ, მოხსნის ხელის თუ მუხრუჭიდან და გააგრძელებს სიარულს. სულ დამავიწყდა. სასწაული საუნდ სისტემა უყენია Bauer Wilkins-ის, რომელიც არის ძალიან მაგარი ჟღერადობის აუდიო სისტემა. ძალიან სასიამოვნო. მე აუდიო სისტემა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას კარგ საუნდს. Bauer-ს რაც გამოარჩევს არის რომ ეს წარწერები აქვს ალუმინის დაფები აქვს, სადაც აწერია და პლუს დამატებით აქვს ჭერში დინამიკები. ეს ჩვეულებრივ მოდელს, რომელსაც Bauer-ს და Wilkins-ის საუდიო სისტემა არ აქვს, ეს აქ დინამიკები არ აქვს. ეგ არჩევს ამ სისტემას ხმით და 1300 ვატამდეა სადღაც ამ საუნდის სიმძლავრე. აი
ზოლი როგორ არის შეკერილი ზუსტად. ეხლა ნუ დამიწყებთ რომ შენ BMW-ს მოყვარული ხარ და მაგიტომ Mercedes-ი გააბანძეო, მაგრამ აი აქ ცოტა გაქცეულია, მაგრამ დალში გაი. ნუ არა უშავს. იყავი ობიექტური ახლა. შო, არ ვარგა, არ მომწონს. ბანძი შეკერილია, შო. Mercedes-ი ჯობია. აი ობიექტურობა ეგ არის. აგერ ამ მოდელს აქვს სპიდომეტრის რამოდენიმე რეჟიმი. არის EcoPro, იცვლება სხვანაირად არის, ლურჯად ჩანს. ნუ ეს არის EcoSport-ის ეს არის EcoPro-ს მენიუ მაჩვენებელი, ეს არის კომფორტის და ეს არის სპორტის. ეს არის კომფორტი, ეს არის EcoPro. ცენტრალურ მენიუზეც აი ეს არის EcoPro, ეს არის სტანდარტი, კომფორტი და ეს არის სპორტი. ანუ აქაც წითლდება და ფერები იცვლება. სპორტზე ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოვიტანოთ აქ სპორტ დისპლეი, რომელიც აჩვენებს ტურბორაწნევას უბერავს, ზეთის ტემპერატურა რა არის, ცხენის ძალა და ნიუტონ-მეტრი. და ეს აჩქარების G გადახრის სენსორი არის, როგორ ჩქარდება მანქანა. ამიტომ ეხლა წავიდეთ და ვნახოთ საქმეში როგორ არის. მონაცემები არის რა? ერთ-ერთი საიტის მიხედვით არის, ეს არის fastestlab.com-ი არის. 0-100 უწერია 4 და 1, მაგრამ სხვა საიტებზე 4 და 3 ეწერა. 0-200 უწერია 15 და 8. 100-200 უწერია 11 და 7 და 400 მეტრი უწერია 12 და 5. ესე იგი, ახლა გავიაროთ და ვნახოთ რეალურად ამ დროებში დადის თუ არ დადის. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დამატებითი წონა არის ერთი კაცი. ეხლა რაც მთავარია რა, მანქანა არის 2020-იანია. გავლილი აქვს 129,000 კილომეტრი. აი ტორპედო. აქ უკვე მზისგან არის გაფუჭებული და დაძრულია ტორპედო. აი თუ ეტყობა აქ. ამობერილი არის უკვე და. აი ეს უკვე არის ხარისხი, რატო გააფუჭეს რა? აი ესე რატო გააფუჭეს ამის ხარისხი. მაგალითად, ძველი რო არის E65 სიმსოტი რომ მიყენია იქ, მაგის ვიდეოსაც გაჩვენებთ მე. ბევრად ძველი არის, ბევრად მეტია გავლილი, ბევრად დიდი ხანი არის მზეში ნადგომი და მსგავსი პრობლემა არა აქვს. აი ამ ახალ მანქანებს ესეთი პრობლემა რატო აქვს? ცოტა ხანი მზეზე გააჩერებ და всё, ტორპედოზე ტყავი ძვრება და სირცხვილია რა. არ შეიძლება ეგეთი რა. არ შეიძლება აი ესეთი ფასიან მანქანას რო ყიდულობ, მაგალითად ეს რო ახალი იყიდო 100 რაღაცა $1000 ღირს და ცოტა ხანში გაივლი და მზეზე გააჩერებ და ტორპედოზე ტყავი აძვრება. სადაური წესი. ტორპედო კი არ უნდა დაშალო და მოხსნა, გადააგდო და ახალი დააყენო და რა, არ მიყვარს. მე ეგეთი რაღაცები არ მომწონს. თუ აკეთებ ხარისხიანს, გააკეთე ხარისხიანი, რომ არაფერი არ მოძრეს და ელემენტარული სალონი არ დამეშალოს. კაი, იყოს ძრავი პრობლემური და იყოს ძრავი რესურსული და 100,000 რო გაივლის, კი ბატონო, მაგრამ ტორპედოს თავი დაანებე რა. ეხლა 500-ზე წავედი. ეხლა გავიაროთ აქ ცუდ გზაზე და ვნახოთ როგორ დადის კომფორტ რეჟიმზე. აგერ დავაჭოთ კომფორტს. კომფორტ რეჟიმია. 20-იანი დისკები გვიყენია დიდი საბურავებით. ვნახოთ როგორ დადის უსწორმასწორო გზებზე. ბილად გადავიდა. აშე ინტრიგანო, ეხლა GLS-ი ვერ გადავიდა, ხო? სექტანტო, სექტან შენ გეძახიან, მე კი არა. შენ ის ინტრიგანი არისო. მაბრალები. არა, ეგ მაინც ახლა GLS რაც შეეხება, მართლა 23-იანი დისკები აყენია და 23-იანი დისკები ძალიან დიდ სხვაობას აძლევს. GLS-იც რო დააყენო 20-იანი დისკები, როგორც ამას უყენია, ბევრად დარბილდება და ამიტომ უფრო დიდი მინუსი იმ მანქანისთვის ცუდ გზაზე შეარული არის 23-იანი დისკები. ჯეკო, აქ რას აკეთებ შემაიმუნო ძაღლოში? ესეც ჩემი ძაღლია. ემიგერ არის. ახლა ის გამომეკიდება რომ დავუძახო, არ გვინდა გამოკიდება. მიხდი ხო?
გამოვყვება. მაგრამ რბილად დადის, კარგად დადის. ო, რაღაცა კარბონის კაპოტი გვიყენია. კარბონი ყოველთვის ესე არის, არა მყარი არის და ანუ მყარი ვიძახი რომ არ იკეტება ისე რომ მაინც ფართხალებს და ხტუნაობს რა. შეიკარი თორე ტვინი წაიყვან პინტინ უნტირუმ. გამოვედით ასფალტიან გზაზე. ეხლა რაც შეეხება ბევრი წერს რომ რითი ზომავთ, რა ქვია მაგ აპლიკაციას და ასე შემდეგ. თითქმის ყველა ვიდეოში ვიძახით, ამ ვიდეოში ვიტყვით. ეს არის დრაგის მოწყობილობა. შემოტრიალა. ესეთი. აი აგერ აწერია დრაგი. იყიდება, პლუს მოყვება თავისი პროგრამა ტელეფონისთვის. უნდა გადმოწერო, ეს უნდა კონდეს მანქანაში, ეს უკავშირდება სატელიტებს და იმის მიხედვით ზომავს ყველაფერს. შევედი დრაგის აპლიკაციაში. აქ პრობლემა გვაქვს, ეხლა სულ პლასმასებია და საუდა დავაკრათ, არ ვიცით. ეს ახლა აქაც არ არის. ამას რომ მოვაყუდოთ ესე რა. იმედია აჩქარებიზოს არ გაფრინდება სადმე. აი აქ ცოტა ეკრობა და მიეყუდება და არ გაიქცევა არსად. ესე იგი ახლა გვაქვს დღეს ჩვენ 19 გრადუსი არის 750 მეტრია DA. ვინც ერკვევით, მიხვდებით რა არის, ცოტა მაღალია, ამიტომ ისეთი კარგი აჩქარება არ ექნება მანქანა. დღეს არის კვირადღე, გიორგობა დღე არის. ეს ვიდეო არ ვიცით როდის დაიდება, მაგრამ დღეს 23 რიცხვი არის. გილოცავთ ყველას. მრავალ ზაესწარით, უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების ფარველი და მრავალ გიორგობას დაგასწროთ უფალმა. ეხა ჩავრთოთ ჯერ ჩვენ კომფორტ რეჟიმი. ნახოთ ტრასაზე როგორ დგას, როგორ დადის. რა მაგარი ხმა აქ. ხმა რა მაგარია. ლიმიტი აქვს 200-ზე. 200-ზე ლიმიტი აქვს. 11 და 6 იყო. ო, 11-7 ეწერა, 11-65 იყო. აგერ არის. ორი კაცით, სავსე ბაკით და დამატებითი პლასმასებით, რაც გარედან უყენია, წონა ყველაფერს შვება. ამიტომ სტანდარტულთან შედარებით ბევრად ძიმეა. ერთი აქ რო ავჩქარდებით, აქ ცხენი ძალას უყურე ერთი რამე პროგრამა ხო არ წერია. აბა ეხა გავზომოთ 0-100 ლანჩ კონტროლი გავააქტიუროთ. წავედით, ხო? რა მაგრა ჩქარდება ჩი. ყველაფრის რეკორდი მოხსენით, რაც უწერია. გავაჩეროთ მანქანა. გავჩერდით უსაფრთხოდ. დავაპარკინგეთ. ესე იგი 400 მეტრი. კონდა 12 და 4. 0-100 გქონდა 4-4. ამ სატელიტმა აურია და დიდი დაღმართი დაინახა. არა და სწორ გზაზე მივდიოდი, ბოლოში ნახე. ეგრევე დაღმართი იყო და რაღაც სატელიტმა აურია, მაგრამ თავიდან გავზომოთ კიდევ ერთხელ. 4 და 3 უწერია 0-100, მცარიელ მანქანუ ერთი კაცით, ჩვენ ორნი ვზივართ. 12 და 5 უწერია 400 მეტრი, 12 და 4-ში ავიღეთ და სად არის კიდე? ვაიმე, სულ გავთიშე. თავიდან შევიდეთ. 100-200-ის 11 და 6, როცა 100-200-ის 11 და 7 უწერია და ჩვენ ორნი ვართ და ნახოთ კიდევ ერთხელ რამოდენიმეჯერ გავიაროთ და შევადაროთ კიდევ მონაცემები. სატარებლად ეხლა რო შევადარო GLS Maybach-ს სპორტით ვარ, ბევრად რბილი არის, ბევრად კომფორტული არის და ბევრად ჩემი აზრი არის პირადად, რომ ბევრად კარგი სატარებელია. აი ხიდზე გადასვლები, აი ხა სადაც გადავიარე, იმ მოდელს ცოტა სხვანაირი ქონდა და ამას უფრო რბილი და კომფორტული აქვს. ალბათ ესეც დისკების ამ დისკებით ხო ტვინი წავიღე რა. ალბათ ის იმას 23 დისკები უყენია, ალბათ მაინც მაგის ბრალია, მაინც არ დავაბრალებ, რომ რაღაცა ცუდი ამორტიზატორები უყენია Mercedes და დავაბრალოთ დისკებს. ხო ეგრე?
პოსტორი ეხმის ამოღების უფლება არ მაქვს, თორე ვითხოვდი ახლა ის ბრალეცა. არ შეიძლება რა, მაინც კონკურენტი მანქანის ესე გატისკვა ბოლომდე არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან. ხო და მაინც უმეტესობა ჩათვლის საჭიროთ, რომ მე რახან BMW-ს მოყვარული ვარ, Mercedes სპეციალურად დავახურე და მაგიტო არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან Mercedes-ზე ცუდი რაღაცების თქმა. აი გადახრის სენსორი, აჩქარებაც. მოსახოში მარცხნივ იქნა. ხო და აჩქარებაც იყო და ახლა წინ გაიწია. აი ტორმოზი არის და მაგიტო. ვიხლობ ძალიან მაგარი ხმა აქვს, ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს მანქანაშიც. აწეულ შუშებში რომ დადიხარ, სასიამოვნო ხმა შემოდის, რაც მე ძალიან მისწორდება. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის გამონაბოლქვის ხმა მანქანაში. უნდა გსიამოვნებდეს, სასიამოვნო ხმა უნდა იყოს და არა დიდი და გამაღიზიანებელი. სასიამოვნო ხმა უნდა გქონდეს, რომელიც ამ მანქანას აქვს. ზედმეტად სასიამოვნოა ჩემთვის პირადად. ამას 105-ზე აქვს. 105-110 აქვს. ამის ნორმა არის 105-110 ცელსიუსი ზეთის ტემპერატურა. პროგრამა რო იწერება, მე შეგვიძლია დაუწიო ტემპერატურა და დაბალზე ჩამოდის და ქარხნულად ესე არის. უცას 60-მდე ადის მაჩვენებლების დაფა და 800 ნიუტონამდე და ამას ესე იგი 750 ნიუტონია ქარხნულად და 523 ცხენი, 530 PS-ი, მაგრამ HP-ში 523 და აქ რავი, დროის მიხედვით რა დროშიც ერთხელ გავიარეთ, შეიძლება რაღაცა პატარა პროგრამა, Suzuki პროგრამა ეწევას. ერთი წნევა უნდა ნახოთ რამდენზე ადის რა, ბუსტი და მაგის მიხედვით მივხვდებით წერია თუ არა. იმიტომ რომ მონაცემები რაც ვიარეთ, ახალი მანქანის მონაცემები წერია იქ და მარტო ერთი ადამიანი და ჩვენ ორნი ვართ. მანქანას დამატებითი რაღაცები უყენია, პლასმასები რაღაცები, წონაში ცოტას იმატებს. მანქანას გავლილი აქვს 129,000 კილომეტრი, შესაბამისად ახალ მონაცემს ვერაზოს ვერ დადებს ეგრე მანქანა და რახან ახალზე ცოტა უკეთესად დავდივართ, არის შანსი რომ რაღაცა პროგრამა, სლაბი პროგრამა ეწეროს, მაგრამ სიჩქარის შეზღუდვა აქვს და თუ პროგრამა წერია, სიჩქარის შეზღუდვა რატო არ მოხსნეს? ეგეც ხო არის. რა პროგრამა რო იწერება, სიჩქარის შეზღუდვა იხსნება ავტომატურად და შეიძლება არ უნდოდა სიჩქარის შეზღუდვის მოხსნა და პირდაპირ ცოტა სუსტი პროგრამა ჩაწერა. ნახოთ კიდევ რამოდენიმეჯერ გავიაროთ, გავსინჯოთ და გავიგებთ უფრო ჩქარი არის თუ არ არის სტანდარტთან შედარებით. ისევ 0-100 გავზომოთ. აქ სტარტის დროსაც დააფიქსირე, აი ესა ყველაზე მაგარი აქ, აი ემის ზოლები რო არის აქ. ლამაზია. ემი არ არის ეს მანქანა, მაგრამ M50-ია ძმაო. ო რა. ჩაოლები 4/4-თან შედარებით უფრო ჩქარი არის. M-ზე ნელი არის, მაგრამ 4/4-თან შედარებით ჩქარი არის. არსებობს არა რესტაილინგი M50 ეს მოდელი Gen 5, რომელსაც აქვს 470 ცხენის ძალა და ეს არის 530-იანი, ანუ 523-იანი და ძველთან შედარებით უფრო ჩქარი არის და ეს უფრო განსაკუთრებული მოდელია იმასთან შედარებით. ისა პირველი გენერაცია, ესა მეორე გენერაცია. აქტიურებ, ლანჩ კონტროლს გავააქტიურებ და აგერ აი დროშა დაეხატა და წავედით. მაგარი სტარტი აქვს. მაგრა იძურება ადგილიდან. რა თქმა უნდა, 8 HP კარობკაა და ძალიან მაგარი არის ამ საქმეში. ტორმოზიც იდეალური აქვს, ესე იგი. აუ, არ იყო დაკონექტებული. აუ. კაი, ჩავსვათ მაინც ამ კადრს ეფექტური ისთვის. ჩვენი აზრით ზომავდით 0-ას რაღაც აჩქარებებს და დაკონექტებული არ ვიყავით. ეხლა ვაკონექტებთ. ასწორებს. თავიდან დაუკავშირდით, ეხლა ტელეფონიც ისე დავდე რომ აღარ გაფრინდება სტარტის დროს, თორემ მიფრინავს უკან, კინაღამ გავტეხე წეღან. პირველი დადგომა ტელეფონი გადმოიხარა, მოხვდა ჯოისტიკს და სიჩქარე გადამირთო. იმხელა დარტყმა ქონდა და ლანჩი გამითიშა. აბა ეხლა გავემზადოთ. გავააქტიურეთ ლანჩ კონტროლი და წავედით. მაგრა ისტარტება.
მეტი და 4 იყო 400 მეტრი 0-100 იყო 4 და 3 ანუ რაც უწერია ქარხნულად იმას დებს ეგ ხო იცი ყოველთვის რო დადიხარ რაც უფრო მეც დადიხარ უფრო და უფრო მოდის აზზე მანქანა და თან ბევრია ხო BMW-ს უყარს წვალება რომ ცოტა აზზე მოვიდეს მე განსაკუთრებულად მომწონს ეს ახალი თაობის კარობკები ძალიან დახვეწილია და ძალიან დიდ დატვირთვებს უძლებს და მთელი სოფლიო გადადის ამ კარობკებზე სხვადასხვა ბრენდის მანქანებზე აყენებენ ამ კარობკებს 8 HP კარობკებს და ZF-ის გადაცემათა ყოლობს რომელიც დიდ უპირატესობას აძლევს საჩქარებაში არა მიყვარს BMW მიყვარს რა აი ვაფშე სხვა შეგრძნება არის BMW-ში ჯდომა რა სიდენიაზეც კი სხვანაირად ზიხარ რა იმენა BMW-ში ნიკი ვარ ის მაიბახი არის წამოწექი იარებ ზღოლმა გატაროს წინ და უკან და BMW კიდე ადამიანია მინდა გითხრათ ერთი რაღაცა რაც ალბათ ყველასთვის კარგი იქნება მინდა ერთ-ერთი დღე ავირჩიო მაგალითად კვირა საღამო ვისაც სახლში იქნებით მოცილად იქნებით და სამსახურში არ იქნებით კითხვა პასუხის ლაივი გავაკეთოთ ანუ ჩაერთოს ლაივი დამისვათ რაღაც კითხვები მანქანებთან დაკავშირებით დეტალებთან დაკავშირებით მე პასუხი გაგცეთ ეგ მინდა გავაკეთო რა დღეები გაწყობთ როგორ გაწყობთ და კარგი აზრი არის თუ არ არის დამიწერეთ კომენტარებში და მაგის მიხედვით გავაკეთებ მაგ ყველაფერს ეხლა წავიდეთ გავზომოთ 100-200 გადართვის დროსაც რა მაგარი ხმა გვიხლობს. 200-ზე ჩერდება. გაუშვი ძლივ ჩავტენე შეეშვი. 11 და 1. 11 და 1? აი. 11 და 1. ბევრად ჩქარია ვიდრე უწერია მონაცემები. აბა გავზომოთ კიდევ ერთხელ. დავარესეტოთ. ერთმეტი და 4. კარგად დადის. ქარხნულთან შედარებით რავი, ბევრად ჩქარი არის. მით უმეტეს ორი კაცი ვზივართ სავსე ბაკით. აგერ კიდევ ერთხელ გავაჩეროთ გაგრილების გარეშე 0-100-იც კიდე გავზომოთ. 400 მეტრი გავზომოთ. BMW არის ემოცია რა. ესე იგი გავჩერდეთ დავაპარკინგოთ 0-100 427 1 მერვედი 7 და 94 1 მეოთხედი ანუ 402 მეტრი 12 და 3 100-200 11-06 მე მგონი 10-ში ჩამოვალთ ახლა ჩვენ ერთით უნდა ამას 0-200 15 და 3 დავე ერთის 10-იანში დავიაროთ ხო ჩვენთან ერთად 10-იანში დავიაროთ მით უმეტეს დამატებითი წონით ვართ ყველაფერი ხოთზე მოვიდა. მარტო უეჭველი დავწერე ხა 11 ესეც ახლა ეს რაც არის ესეც დავწერთ 10-იან. გადაბმულად ზედიზედ დავდივართ გაგრილების გარეშე და სულ ერთნაირად დადის, სულ ერთნაირად ხოთზეა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ის გადაყირავებული აქვს კამერა. წერი კადრი ესეთი კადრი იქნება, მე ესე გვიყურებენ. გადაბმულად დავდივართ გაუჩერებლივ გაგრილების გარეშე და სულ ხოთზე ეგ იმას ნიშნავს, რომ BMW-ს როგორც ყოველთვის გაგრილების სისტემა აქვს იდეალური. რაც გადავიდნენ წყლის გაგრილებაზე რა.
როცა ეყენათ ინტერკულერი, რომელიც ჰაერით გრილდებოდა, იმას გაგრილება ჭირდებოდა და ბევრ ზაესზე ცხელდებოდა და ნუ ეფექტური არ იყო და რაც გადავიდნენ წყლის გაგრილებაზე, ბევრად ხარისხიანია და ბევრად ეფექტურია, რაც არ უნდა ჩქარა იარო, სულ ერთნაირი ხოძე არის და სულ კარგად დადის. F90, M5-აც რაც არ უნდა გაუკეთო, თუ რაღაც ძალიან დიდი ტურბინები და რაღაც კატასტროფა არ გააკეთე, ქარხნული გაგრილება ყოფნის იდეალურად. ძველებში, ეს სერიებში 335-ებში დიდი ინტერკულერი ეყენათ დაბლა და ტურბინიდან გამოდიოდა, შედიოდა ინტერკულერში, ინტერკულერიდან გამოდიოდა, კრუგებს დაარტყავდა, შედიოდა მერე კოლექტორში და ესე პირდაპირ ტურბინიდან ეგრევე კოლექტორში შედის და კოლექტორში აყენია დიდი წყლის გაგრილების ავზი და აგრილებს ჰაერს, რომელიც ძალიან ეფექტურია. ესე იგი დღეს არის 23 რიცხვი, გიორგობა დღე არის და დღეს ვიღებთ ორ მანქანას ერთად. ერთი არის ეს მანქანა, ახალი BMW და ერთი არის ძველი BMW, რომელიც არის ძალიან განსაკუთრებული მოდელი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. ვიდეოს ბოლოში განახებდა, ამიტომ ეგეთი რაღაცა რომ არ გამაზოთ და არ გამოგეპაროთ ვიდეო. გადახედეთ ძველ ვიდეოებსაც, ბევრი რაღაც საინტერესო ვიდეოები მაქვს მატორებთან დაკავშირებით N20, N26, N55, S55-ები, ძველი ვიდეოები არის. ამიტომ მარხი გამოიწერეთ, გააქტიურეთ ძალის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ არაფერი ვიდეო და ნახოთ ყველა ვიდეო, რასაც მე ვიღებ და გთავაზობთ ჩემ გატესტვებს, ჩემ არხზე. ამ ვიდეოს ყურების დროს თუ გამოწერილი არ გვაქვს, დააპაუზეთ, გამოიწერეთ არხი და გააგრძელეთ ყურება. დღეს ვიღებთ ორ მაგარ მანქანას, ერთ ახალ მანქანას, ერთ ძველ მანქანას. ცოტა ხანში ვიდეოს ბოლოში ნახავთ რა მოდელია ის, რაც იქნება შემდეგი ვიდეო. ამიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და რაც შეეხება GTS-ის ვიდეოს, კი შეკრებდით წინაზე რომ შემდეგი GTS-ი იქნება მეთქი. მოკლე ისტორიას მოგიყვებით GTS-თან დაკავშირებით. გამოცვალეთ ტურბინის წნევის სოლენოიდები, ცოტა ჰაერს ვაპარებდა, 12 და 5-ში დადიოდა, 12 და 8-ში დადიოდა, შევცვალეთ მექანიკური. ბოდიში, 12 რა შუაში იყო 12, კაცო. სადღაც სხვაგან წავედი. 8 და 8-ში, 8 და 9-ში დადიოდა 100-200. როგორც გავიგეთ, ბევრად ჩქარი უნდა იყოს და რაღაც პრობლემა აქვს და რომ ბოლზე რომ შევამოწოთ, გაუშვა გეითებმა, ბუსტ კონტროლერებმა გაუშვა, ბლოუ-ოფებმა გაუშვა წნევა და ვერ დაიჭირა. ჩამოვიტანეთ მექანიკური გეითები, დავაყენეთ. მე პატრონემ თქვა, რომ მოდიო სვეჩებით შევცვალოთო. მოიტანა ცენტრიდან ორიგინალი სვეჩები. როგორც გავარკვიეთ, ბევრმა თქვა, რომ სვეჩების შეცვლის დროს ფუჭდება ბაბინა, ჩიბუხი და ძვირი ღირს 1100 თუ 1200 ლარი ღირს თითო, ანუ 2 ცილინდრის ბაბინა. ამოვიღეთ ბაბინები, სვეჩები შევცვალეთ, ჩავდეთ ბაბინები და რო გამოვედი გასატესტად, პერებოი აიკიდა მანქანამ. პერებოი რო აიკიდა მანქანამ, ნუ ჩვენ Mercedes-ის პროგრამა არაფერი არ გვაქვს, გავაგზავნეთ ჩვენ ძმასთან მასკვიჩასთან. რო შეამოწმა, იყო პირველი ბაბინა იყო, ჩიბუხი იყო გაფუჭებული. წავიდა იყიდა ცენტრში ორიგინალი ჩიბუხი დააყენა. გავსინჯეთ 8 და 4-ში ვიარეთ 100-200. უკვე პერებოის გარეშე და ყველაფრის გარეშე. მე რო გავარკვიეთ ბიჭებთან, ვინც Mercedes-ზე მუშაობს, რომ 8 და 4 ცუდი დრო არ არის, ყველაზე საუკეთესო დრო მაგ მოდელსო აქვსო 8 და 1-ო, ამიტომ 8 და 4 ცუდი არ არისო, პირობებიდან გამომდინარე, სიცხისგან და ასე შემდეგ, მანქანიდან გამომდინარე, ხო, სტანდარტ მანქანას 8 და 4 კარგი დრო არისო. მერე ჩაიწერა პროგრამა. პროგრამით კატალიზატორი აყენია მანქანას და stage 1 ჩაიწერა კატალიზატორიანი პროგრამა. მე არ მივლია, მაგრამ მე პატრონემ როგორც ვიცი, რო გაიარა 6 ნახევარში გაიარა და ისევ პერებოი. შეიცვალა ბაბინები, შეიცვალა ინჟექტორები, შეიცვალა სვეჩები და მოკლედ ჯერ მანქანა კიდე გამართული არ არის. წვალობენ რომ მე-7 ცილინდრის პერებოი აქვს, ცილინდრში ჩაიხედეს და სუფთა არის. მე-7 ცილინდრის პერებოი აქვს, დაეწყო მანქანას რაღაც პატარა-პატარა პრობლემები და მაგიტო ჯერჯერობით ვერ ვიღებთ. მოვაგვარებთ ამ პრობლემას და შემოგთავაზებ GTS-საც, რაც ვარ შეპირებული, ყოველთვის შევასრულებ ჩემს სიტყვას. ამიტომ ესეთი ამბავია GTS-ზე და მაგიტო ვერ ვიღებთ ჯერჯერობით. ჩვენ კიდევ გავჩერდეთ და გავსინჯოთ ისევ
აჩქარება. ჩვენი საქმე ეგ არის. აი აჩქარების დროს მე რო გადამიღო აჩქარების დროს რას ვაკეთებ მანქანაში როგორი აჩქარება აქვს რა. უფრო უკეთესი იქნება ბევრი კადრი რო აი რა ეფექტი აქვს აჩქარების დროს. რაც ამხელა მანქანისთვის მაგარი ეფექტია 2 ტონა 300 არის და როგორი მაინც მაგარი აჩქარება აქვს ეფექტური. დროც შესაბამისი აქვს 4 და 2-ში ვიარეთ 2 კაცით 2 ტონა 300 მანქანით. იმ მერცდეს რამდენში ვიარეთ 5 და რაღაცაში ხო? GLS. ხო, 20 ვარ ჩამოწვა. ხო, 5 და რაღაცა იყო, მაგრამ ის ბევრად ძიმე მანქანა არის და ნუ არც პრეტენზია არ უნდა გქონდეს მაგხელა მანქანით ჯერ ვაფშე რატო უნდა აჭირო 0-100 და 400 მეტრი რატო უნდა ზომო, მაგრამ ჩვენ ხო ვერა ვართ დალაგებულები და მაგიტო გავზომეთ მერცდესი. ვაფშე სხვა კლასის მანქანაა და ჩვენ სხვანაირად გავზომეთ. როგორ მივეხატეთ სიდენიას? ოთხი 3 იყო ისევ 0-100, სულ ერთნაირად დადის. დანარჩენი ხა გზა არ შეგვიწყო გზამხელი და ვერ გავზომეთ წესიერად, დავატორმუზეთ. კარგია მომწონს, ძალიან კარგად ჩქარდება, ჭარბობა კარგად მუშაობს. ეფექტური მანქანაა. არ მოიწყენთ არასდროს. ხმა აქვს იდეალური ჩემთვის. ძალიან მაგარი ხმა აქვს მანქანას. გამონაბოლქვი აქვს, სერიოზული. დიდი სიამოვნებით ვიყოლებდი მე ესეთ მანქანას, იმიტომ რომ ბევრი შვილი მყავს, ყოველდღე დავატარებ სკოლებში, ბაღში და აქეთ-იქით, სხვადასხვა ლოკაციაზე. და იდეალურად ჩაეტეოდა ჩემი ყველა ბავშვი და იდეალური მანქანაა, სკოლაში ვატარო ბავშვი, გარეთ გამოხვიდე და მე რაღაცა ავტობანზე სიამოვნება მიიღო სიარულში. ქალაქში არა. ქალაქში არ შეიძლება. მარტო ავტობანზე, ან რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. მე მომხრე არა ვარ ქალაქში მაიმუნობების. ვიღაცა კი დამიწერთ, შენის არა ხარო, ქალაქში ვაკეთებდი და მთელ ამბებს შვებოდიო. კი ბატონო, გეთანხმები, მართალი ვარ, მართალი ხარ, ეგ ვარ, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვიყავი და ძალიან ცუდად ვიქცეოდი მაგ დროს, რომელიც მისაღები არ არის ეგეთი სიარული მე რასაც ვაკეთებდი, მაშინ ჭკუით და ასაკით პატარა ვიყავი, ამდენი გამოცდილება არ მქონდა. უამრავი ძმაკაცი დავკარგე ავარიით და არავის არ მოგიწოდებთ ეგეთ სიარულს და მსგავს რაღაცების კეთებას ქალაქში. მით უმეტეს ჩემი ვიდეოები დევს ყველგან და შეიძლება ვიღაცამ უყუროს ჩემ ვიდეოს და იგივე გააკეთოს. არ გააკეთოთ მსგავსი არაფერი, ეგ ვიდეოები არის ძალიან ცუდი და არ მოგიწოდებთ არავის ქალაქში მსგავს სიარულს. მიუახლოვდით დასასრულს, ეხლა შევალთ სახელოსნოში, არ გათიშოთ ვიდეო და გაჩვენებთ რომელი ლეგენდარული მანქანა იქნება შემდეგი. 2 წუთი დამელოდეთ, შევიდე გავაჩერო. მოვედი. ჩავაქროთ მანქანა. სანამ გაჩვენებთ შემდეგ მანქანას, ჩემი ცუგოები, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ მანქანის მეპატრონეს, ესეთი კარგი მანქანის გასინჯვისთვის, დათმობისთვის, ტესტ-დრაივისთვის და გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე. თქვენს წინაშია E31-ის 840. ეს იქნება შემდეგი ვიდეო. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და შემდეგში შემოგთავაზებთ მერვე სერიას. აბა კარგად ბრძანდებოდეთ.